სალამი მეგობრებო. დღეს ასევე არ დავარგო ტრადიცია და უცხოეთიდან დავიწყოთ როიტერმა გამააცხადა რომ ევროპული ძალისხმევა უკრაინისთვის ესე თქვეს ევროპელმა ლიდერებმა, შმ ლიდერებმა უსაფრთხოების მექანიზმის შესაქმნელად ჯარების გაგზავნიდან სხვა ალტერნატივაზე გადადის და უგდავე ქართული ფილმი უძინართა მზე, სადაც დიდი მსახიობი ეუნება ვიღაც ძველ ბიჭებს, რომ ფულის მაგალითად სხვა რამე რომ შემოგთავაზოთო დაახლოებით აი იმას ეუნებიან ახლა ჯარების მაგალითად სხვა რამე რომ შემოგთავაზოთო. სხვა რამე? სხვა რა უნდა იყოს. და მე იმასაც ეთქვია, რასაც იმ კაცმა უთხრა. გივი სიხარულიძე რა. კონკრეტ ამის მოდიშია ზელენსკი რა. კი ბატონო. ძალიან კაი ქართული კონტექსტები გვაქვს აქ გუბას სანიკიძე, აგერ წარმოგვიდგა ისტორიის ფილოსოფიის და ზოგადად წარსული შეხედვების მნიშვნელობაზე, იმიტომ რომ აქეთ ხო მეორე მხრივ ჩვენ ხო ის გვაქვს რა კომიტეტი სადაც კომისია. ხო, კომისიას უკაცრავად და აი მე მგონი მაგას საკომენტარებ. დღეს კომისიაზე ძალიან საინტერესო იყო ომის დანაშაულს ვიძიებთ მეგობრებო და არ მინდა ბევრი ლაპარაკი, ალბათ ყველა უყურებ და ძალიან მაგარი ამბები ხდება. გაუშვით გუბაზის საზრი საინტერესო. წარსულების გახსენება არ ვარგა, იმიტომ რომ თუ არ მოვეშვებით ამას, გასახსენებელი მეც ბევრი მაქვს და დავით აკუბარდიას. კი, ფაქტები ბევრი გვაქვს. და ხვებსაც. გუბას მაინც კარგი. როცა საკუთარ თავს გადააბიჯებ და ერთი რამე გაითვალისწინეთ. აიღეთ მაგალითი მიხეილ სააკაშვილისგან თვითონ. მან როგორ გადააბიჯა თავის თავს. ეს გუშინ ამაზე უთხრია. არა, თუნდაც ჩემგან. როგორ გადავაბიჯეთ ჩემ თავს. სხვანაირად შეხედეთ რა. არ იყო ძნელი ამბავი ჩემი და მიხეილ სააკაშვილის დალაპარაკება. ძნელი ამბავი არ იყო ძნელი ამბავი. როგორ გადავაბიჯეთ? მოტივაცია რა მქონდა. იკუება რა, ფროიდი თავისას მათელ მირონობა გუნდოდა. გაჩერეთ, ანუ როგორი როჟაა, იცი რომ ფროიდი მაინც თავისას შვება, რომ ამოაძახა, რომ არ იყო ძნელი ორივე გარეწარი ვართო, გასაგებია რა. ნუ არანაირი პრობლემა არ არის თუ ვინმეს ესენი ამბობენ რომ იციან სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი ვილაპარაკონ რა პრობლემა არის და გამოიძიება მოხდება იმისი გამოძიება ვაფშე არანაირი პრობლემა არ არის არავისთვის რაც ამ კომისიაში ხდება და რაც ბიზნესს ანუ მე მგონია რომ არის ერთ-ერთი ყველაზე აი ხა ეს 3 დღე არის Facebook-ზე ლაპარაკობენ ახალი სერიალი Adolescence მეც უყურებ აუ ყველა უყურებს მაგას Adolescence ახალი ბავშვის იმაზე ბავშვი მოკავს ბავშვთან მაგაზე ეს მაგარი სერიალია ძალიან რეზონანსული კი ბატონო ბევრად უფრო საინტერესო არის რაც ხდება ჩვენ რეალობაში იმიტომ რომ შენ ქვეყნის უახლესი ისტორიის საკითხებს ხება რომელიც აუცილებელია მაგარი თქვა ვაშაძე გამოძიებული ხდება აუცილებელია რომ ამაზე ინფორმირებული იყოს ვაშაძეზე ბოდიშ სამ ვაშაძეს მაგარი იყო ნაცების რეაქციები ვაშაძის დათქვამზე ჯერ ვაშაძემ თქვა რომ ჩვენ იმიტომ არ გავიყვანეთ მოსახლეობაა რომ მოსახლეობა რომ საომარ ვითარებაში მოსახლეობის ასეთი სწრაფი გაყვანა იქნებოდა ნიშანი პროვოკაციული ნიშანი მტრისთვის რომ ჩვენ ომს ვაპირებთო და აპირებდით თქვენი დედავატირეთ და კარგი ნუ ეხა ისეთი უსუსური რამე ვაშაძეზე ჩემი ფავორიტი გამოხმაურებები იყო ნაცებმა რომ დაიწყეს რომ 2018-ში ამას ხმა როგორ მივეცით როგორ და ჭრელად ანუ ტიპების ფავორიტი ის იყო რა ფალავანი აბა მეორე გუბაზი სხვა გუბაზი მეორე პრინციპის ამბავი არის რომ ევროპელი მასგირჩი არა გვაქვს კარგად დაცდილი მე ის პოლიტიკოსებიც მახსოვს ოპოზიციიდან ეს აქციები რომ დაიწყო რომ იძახობდნენ 4 დღეში დამთავრდება ყველაფერიო მე ერთ-ერთ მათგანს დაურეკე და უთხარი რომ დაანები ასეთ განცხადებებს თავი რა 4 დღეში რა დამთავრდება არიცი რა როგორ და როდის დამთავრდება რუსეთ უკრაინის ჰა მაცხოვარმა არ იცოდა მეორედ მოსვლაზე რო გითხეთ მე არ ვიცი მამა ჩემმა იცის ეგო და აყავო რაღაცებს ნუ დავიჩემებთ ხოლმე რა მამა ღმერთის პოზიციებიდან ნუ გამოვართ ხოლმე რა ყველა შემთხვევაში პროცესი დაწყებულია გავლილი გვაქვს აი ეხლას მიტინგი არის მოდის კოლონა იმაში ნახევარზე მეტი გავლილი გვაქვს ორი დიდი რამ მოახდინეთ და მოახერხეთ აი რა მოახდინეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო შიდა ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლებას არ აქვს გარე ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლებას არ აქვს გადარჩენილად მეგობრო სისმერთებში რო არის გადარჩენილად მეგობრო თუ შიდა ლეგიტიმაცია არ აქვს და გარეც და გარე ლეგიტიმაციაც არ აქვს მაშინ და
აბა რაღაცე დგას. და ეს ხელისუფლება არ ჩამოშლილია, არც გადატრიალება არ ხდება, არც რევოლუცია არ ხდება. 4 დღე რო თქვეს იმათ. რას ერჩის? ალბათ თქვენ ყოფილ ხარ დებილები. არა, იმას უტრაკებს 4 დღე რატო თქვითო, 4 დღე დარჩაო და უარეს არა, მოხსო ჩამოშლილი აქაც და იქაცო. ისე და რა კოლონა მოდის ის აკუბარდია რომ კოლონა დააზრული არის, რა კოლონა მოდის? აკუბარდი არის მუყაოს ოფისში. მუყაოსგან არის გაკეთებული და შედის ხმები და სადღაც იქვია კრა და მუყაოს იგოთხო მანქანა ჩაიქროვა. ყვირილი რომ არ დამთავრდება ხალხის დინარე თუ როგორ არის? გულიდან გამომდინარე. ხო, ეს ძალიან მაგარი ლექსებია. გია ბარამის კომენტარები. ის გვინდა? ამურული თუ არის კი? მალე კოლიძაშვილი ამოს ძალიან მაგარ რაღაცა საბაგაოშით. ნაკაცრინიო ან მე დამიჭირონ მეც აგერ 1 აპრილს მაქვს რა საინტერესო ხუმრობა აქვს არა იმას რა ქვია სასამართლოს 1 აპრილს ჩამინიშნეს ხდომა არავის არც მაგათი ციხის არ ეშინია არც მაგათი დაჭერის არ ეშინია არც ხაზარის არ ეშინია არც მე არ მეშინია არც ბადრი ჯაფარიძე და არც არავის ხო ვიცით რაშიც მონაწილეობთ ვიცით რომ ამ რეპრესიების წინაშე ყველანი თანაბარი ვარ და არავის რაღაცა პრივილეგია არ აქვს ერთი წამით გასაგებია ყველაფერი ამან თავი ისე რა რო ჩაგეკითხოთ ლელოში გაიყვანა ბადრი მამუკა და მე ხო ღირან ერთგელიაც არ დაიყენა ანუ ერთი კალიბრი ვართო არა ეგ ნახე განსხვავება არის შაბა ეგ იმაჩიც ვერ არის კაი ბიჭი რა ანუ მზეებშიც კაი ბიჭი არ გამოდის ჯერ ეგ ერთი მეორე მე მგონია რომ ხაზარაძემ არ ვიცი ესეთი ფუნდამენტური როგორ თქვა აბაროტი აიღო ამაზე ხო გაასაზღვრა იმიტომ რომ აი ხა წინამორბედს კუბას სანიკიძეს არ ქონია ეგეთი ჩოქბჯენი რაც ალეკოლისაც მან შემილა შეგაკამა უფრო მაგარი ზუსტად მაგ თემაზე გამოიყვანა ხაზარაძემ ისეთ ლეგიტიმურ სპიკერად ალეკო რა თემაზე ალეკო კომისიის თემაზე სადაც ხო ტრანზაქციებზე და ასე შემდეგ რაზეც და პლუს იმაზე რომ ციხეში პატიმრებიდან თქვა ქონებებს შენ ხარ მევახშეო და რაღაცებს ეუბნებოდა მევახშეს მორალური უფლებები აქვს უბრალოდ არ არის მორალური ვალდებულებები და ჩვენ კაცო ვიცით ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გამოკლული ბანკი კონსტანტას საქმე სადაც ბანკი კონსტანტას დამფუძნებელი ბატონი ასათიანი მოიყვანეს კაპეზე და ნარუჩნიკებში და მოაწერინეს კაბალურ სესხს შეკითხვაა ძალიან მარტივი. მიშა სააკაშვილის დროს, მოდი როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს კითხვა. მიშა სააკაშვილის დროს გასცემდა თუ არა ბანკი პატიმრებზე სესხს. აი, პატიმარზე სესხის გაცემა ხო ხდები იქ რა ნიშნავს? ანუ მისჯილიც არ აქვს ადამიანს, ანუ შენ სესხს აძლევ და მისჯილი არ აქვს. ანუ შენ იმ სესხის ზალოგი გინდა. რაც აქვს ჩადებული იმ სესხის უზრუნველყოფა, იმის დათრევა გინდა. გავუშვით ლაშაბუღაძე. არავის არ წაუგია ვიღაცა თუ ლაპარაკობს რა იცით რა არის ცუდი ოპოზიცია და ამიტომ წავაგეთ მომესმა ასეთი ძალიან ცუდი თუ ვიღაცა ვერაცნობიერებს ას ამბობს ძალიან ცუდი და თუ აცნობიერებს და გაზრახ ამბობს ესე იგი უბრალოდ მოღალატეა პირდაპირ მნიშვნელობით ხო არ ვიცი რა ვის რა მოცანა აქვს ასეთი საუბრების დროს მაგრამ ამას ფსიქოლოგიურად მოცდილობენ ინდოქტრინირებას ქართული საზოგადოების რომ დააჯერონ ან დაავიწყონ უпростоრად ქართული საზოგადოება რომ ჩვენ მოვიგეთ არამედ რა ვიწყდება ეს პატიმრები ჩვენი რეჟიმის წვეები სიდიდის პატიმრები იმიტომ არიან ციხეში რომ ამ ახალგაზრდებაც არ შეარჩინეს აი ვერ გავიგე გააჩერეთ მოიგეს თუ წააგეს მოიგეს ანუ ის ამბობს რომ ჯერ შუაში ვართო მაშინ გუბაზი გამოდის მოღალატე არა ერთი წუთით კაცო გუბაზი ამბობს რომ ჩვენ ვარ შუაშიო დარჩა ეს არჩევნებზე ამბობს არჩევნები მოვიგეთ ხო, მაგრამ აბა პროცესია საუბარი? არა, ეხა არის საუბარი. არჩევნებზე საუბრო. არჩევნები გვაქვს მოგებული. ხო, აი არ ვიცი ეს კონტექსტი რა. მიმდინარე საპროტესტო აქციები შეხედვარე სადაც ვიღაც აქტივისტები ამბობენ რომ აგერ ოპოზიციამ ვერაფერი ვერ გააკეთა, მაგასაც კი ნუ ამბობთო. მორატორიუმი იყოს ოპოზიციის კრიტიკაზე. მე ვთქვი და ბატონი კონსტანტინე გამსახურდიაც დამეთახმა რომ ზვიადისტების ნაწილს დაემსგავსებიან ესენი, ანუ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი იყო ზვიადის მიმდევარი, მაგრამ იყო რაღაცა მარგინალური ჯგუფი, რომელიც შემდეგ უკვე იმიტომ რომ პოლიცია ბოლოს აღარ ეხებოდა თუ გახსოვს, შევარნაძის საკთან იყვნენ მოთავსებულები და მეც შევეჭეხე რომ შევარნაძისთან მივედი. როცა დასრულდა მიშას მართლობა მაშინ ვიყავი და მეც შევხვდე ეს კოკოლი, სპეციფიური კოკოლი.
ეს იყო აი ეს თუ არ ვწდების ძველი ვიდეო რა აი ეს ზუსტად ეს დანახება ფერტიებში ეგ საოცრება არის ეგ არის შედევრი ეგ ხალი ყავს მენად ნახი კი და ზაფხულში მოხდა ეს ყველაფერი ანუ ბევრად დასტოინები არიან ვიდრე აი არა ისტერიკებს ვიდეო რა აგა შეგვიძლია ბევრად დასტოინები არა ჩვენ ვიცით რომ ზიად გამსახურდიას უამრავი ღირსეული რა თქმა უნდა მომხრე ხავდა მაგრამ იყო რაღაც ჯგუფი რომელიც მარგინალიზდა და რას დაემსგავსა ბოლოს აი კონსტანტინე გამსახურდიას Facebook მიმოწერაში სხვა სახელი დაარქვა არ მინდა იმის ხსენება ის დაარქვა და ეს წინ გველის აი ამის ასე ვთქვათ საბაბუაძე შეიძლება ისიც მნიშვნელოვანი არის რომ არც ერთ თარიღთან მიმართებაში ჩვენ არ შევქმნათ რაღაცა სრულ მოლოდინი რომ 31 მარტს შევეკრიბებით და დასრულდება არა მოლოდინი უნდა შევქმნათ ის რაც არის და არა გადამეტებული ან პირიქით რა აი ის მოლოდინი შეგიძლია შევქმნათ ახლა მაყურებელს მოლოდინების შექმნა ჩემი საქმე არ არის ჩემი საქმე არის ის რომ საზოგადოებას ვესაუბროთ იმაზე ჩემი საქმე არის ჩხუბი და პეპერსტრეი და რამსი და გაჩენ ეს არის აბსოლუტური იდიოტი ბოდიში დედამისთან რომელიც ღირსეული ქალბატონია ეს არის დებილი ანუ პოლიტიკოსი ბჭყალებში ამოსო იცი მოლოდინების შექმნა ჩემთვის მაბა რა არის პოლიტიკის საქმე რა არის რომ საჯარო პოლიტიკოსი ქმნის რაღაც გარკვეულ მოლოდინებს და ამ მოლოდინების გამო მას აძლევენ ხმას. რა თქმა უნდა, ანუ მით უმეტეს ოპოზიციაში მყოფს. პერიოდი არის მხოლოდ მოლოდინები. მით უმეტეს ოპოზიციაში, რომელიც არ შეუძლია ოპერირება სამთავრობო გავლენა არ აქვს. რა თქმა უნდა. მოლოდინებს ქმნის რომ ეს ასე იქნება, ეს ასე იქნება. ძალიან მაგარი. აი, მაგრამ ეს საერთო მესიჯ ბოქსია ხა თუ დავიწყებით, იმიტომ რომ ანუ ეს უნიათობის და უხერხემლობის და რეალურად ხალხის მხარდაჭერის არარსებობის გამართლება და იმით რომ ჩვენ კონკრეტულ თარიღებს ვერ ვიტყვით კი უკვე 100 რაღაცა დღე არის გამოდივართ რუსთაველზე როცა არ გვეზარება და კაი ამინდია მაგრამ ნუ მოგთხოვთ რაღაც კონკრეტულ თარიღს რაღაც მიმართებას მომავალთან აი გაისადაც ვერ გეუნებით ვერაფერს არაფერი არ დაგვასახელებენ მაგრამ პროცესი მიმდინარეობს, უწყვეტი ის გვაქვს, აქციები გვაქვს და სადღაც ჩამოიშლება ხელისუფლება. ანუ მაგასაც აწვევიან, ჭხიბაობა არის. რა დროს ჩემი ლექსებია, გოგონაზე რო არის ძალიან ცნობილი საბავშვო, რა დროს ჩემი ლექსებია, პატარა ვარ ყველა, ანუ ჩვენ არ ვიცით ეს როდის იქნება, მაგრამ შეიძლება იყოს ზურნა შოუს მარტო მუშაობა არ ვიცი როდის იქნება გზა. კი ბატონო, ერთი ბატონი არის ლევან სამუშია, რომელიც ამოვიჩევინა ძალიან დისპეჩერს, დისპეჩერა ხო. არფსარვერში დისპეჩერებს, როსთან ასეთი გაცნა მაქვს ავტოვაგზლის დისპეჩერის ვიზია ტიპი. ცუდი არაფერი არ მინდა ვთქვა. ისინი ალბათ უფრო კარგები არიან შინაგანად, გაუმარჯოს ავტოვაგზლის დისპეჩერებს. რა იცი, შილვა სადაც წასვლა მომიწიოს ავტობუსით. და იქ ცუდი ადგილები მომწეს დისპეჩერმა, ის ავტობუსი არ გაუშვან, რომელშიც მე ვიждები. გთხოვთ გაუშვით დისპეჩერი. ერთ თარიღზე რაღაცა ამ შემთხვევაში დიდი მოლოდინების შექმნა არ ვაპირებ, დიახ, მნიშვნელოვანი თარიღია. 31 მარტი მნიშვნელოვანი თარიღი იყო. გუშინ მნიშვნელოვანი თარიღი იქნება 1 აპრილის, 2 აპრილის და ყველა დღე მნიშვნელოვანია. ამ თვეების განმავლობაში სანამ რუსული ხელისუფლება იძულებული არის. გავიგე, ანუ როგორი თემა ის გააჩერეთ 8 მარტს რო რაღაცას არაჩუქებ. მეუღლეს და რო გეუბნება და ყოველდღე 8 მარტი არ არის დაახლოებით ეგეთი ბანძი შუტკით უნდა მე გეტყვი რა მოხდა 31 მარტის ამბავი აწიეს ძალიან მაღლა დაკიდეს თარიღი და უცებ მიხვდნენ რომ არაფერი არ მოხდება 31 მარტს და 1 აპრილსაც იგივე სისულელეში იქნებიან ისინი და ქაქში რაც 31-ში და ეხლა დედონას ცდილობენ რომ არა გამე ისეთ კი არ მოხდება და ასე შემდეგ. პორტ კარგად გავიგულავებთ რა ასე გეტყოდია თვითონ გაუწყდათ რა არაფერი აღარ შეუძლიათ. ბექალი ლუაშვილი გავუშვით თუ შეიძლება შონზო ხო შონზო არის გულწრფელად რომ 6 თვით 7 თვით ადრე ისეთ საკითხზე პოზიციის გაჟღერება არა თუ კონკრეტული პოზიციის დაფიქსირება პოზიციის გაჟღერება ავტომატურად მიანიშნებს იმას ვით რომ მიიღებთ საერთოდ დოვანებას რატო ტოვებთ პოლიტიკოს არჩევნები ეს არის განუყოფელი არ ვიცი მაშინ სხვა რაღაც ქენი ისეთი რაც არჩევნებს არ გულს არა ერთი წამი თუნდაც დავასრულებინოთ ლოგიკა ნახეთ
ნებისმიერი პოზიციის დაფიქსირება ამ საკითხზე ნიშნავს ავტომატურად იმ პოზიციის აღიარებას, რომ მომდევნო 7 თვის განმავლობაში შენ არაფერ რადიკალურ ცვლილებებს არ ესე ვთქვათ ელოდები. ნიშნავს თუ არა ამას? როდესაც პარტია ამბობს, რომ მე რას ელოდები რადიკალურს ესეთი არა, მე ველოდები თუ არ ველოდები, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ვინც აფიქსირებს პოზიციას, ის ცხადად ამბობს, რომ რაზე არიან პოლიტიკოსები მოლოდინების არჩევნებამდე. რა თქმა უნდა, მთავარი ეს არის ერთი ადგილი საჯდომის თამაში ქვია, გააჩერეთ რა. ამას ქვია საჯდომის თამაში. გითხავთ ბატონი შონზოსნაი. შონზოს თავიდან. შენ და არ ხვი ძმაო და მაგითი მამახსოვდება ეს ტიპი. კარგი, შონზოს გასვა, შონზო ჯობია. ბევრად უფრო წარმატებული საჯარო პერსონა არ იქნებოდა მაგალითად TikTok-ზე რომ მუკბანგ ვიდეოებს წერდეს? მუკბანგ რა არის გითხარი? ხმაურიანად რო ჭამენ. კი, ბევრად. შონზო იმას შევიდე. შონზო ნაშვება რა ქვია, აკომენტარებს რეცენზირებას ახდენს საკუთარ. კი ბატონო, ძალიან კარგი. არა, ეს პირ საჭმელს ჭამდეს ხმაურიანად რა. ჭამდეს იცი? ერთდაგივე საჭმელს. არა. საზამთროს. მუკბანგები ხომ განსხვავდება, აზიური მუკბანგი. პირთან ახლოს რო აქვს რა, ესეთი კავშირი გააფაი რამენები და კვერცხები და რა. საჭმელი და ჯერ კიდე ცოცხალია. არა, ნახე, მე რას გეუბნები. არა, ამარო სოციალურ ვარ ვაფიხან რაღაცა რო ჭამს, ის როფხე გაგუდავს ამას. ეს კი ვერ მოერევა ძმაო, ეგრე სადაა. ის ვაფიხას ამაზე 100 ჯერ მეტი ინტელექტია, ხო არ მეღადავები. ინტელექტით გაგუდავს? ვაფიხას ხარ ჩვენს მოწარ. არა, მოუფიქრეს რაღაცას, რა თქმა უნდა. ზაჯერ რო ჭამს. არა, ეს მეგონება პოლიტიკურად რო აქვსად რა. ინტელექტობა ეხლა ხაბეშვილის ზონეზე რატო დაიწყო? ყველა. არა, ხაბეშვილის ვაფხე გაგუდავს კი ჭადრაკს მოუგებს, ხო? მეღადავები. ყველა ველოდებით რომ ესენი შევლენ პარლამენტში. და რა თქმა უნდა მონაწილეობას ყველა ოპოზიცია, მთელი ეს ოპოზიცია მიიღებს. თუ არ მიიღებენ, არ ვიცი, საბოლოო მარგინალიზაცია მოხდება. ძალიან ცუდი რამე მოხდება მათთვის, თორე ქვეყნის კარგი. და დამწყდებიან და მიიღებენ მონაწილეობას. უბრალოდ ეხლა თავარი არის, როგორც გახსოვს 20 ამბებივით მეორდება. პირველი ვინ შევა რა? პირველი. ყველას აქვს ნათქვამი, ვინ შევა, პუფიაო და კი კაცო. ესენი თვითმმართველობის თემაზე მე რაც მგონია, არის ის, რომ ეძებენ კანდიდატს რომელიც გაერთიანებს? რომელიც მათ წარმოდგენაში ანგარიშს გაწევა იქნება, იმიტომ რომ იციან რომ გახარია რომ დააყენონ ისევ აზრი არა აქვს. განსაკუთრებით ამ ბოლო ანუ წინამის შედეგებიდან კიდე ბევრად გაუარესებული ექნება. ეხლა და ამიტომ ეგ გამორიცხული ამბავი არის, ამიტომ ძიებაში არიან თავიანთი კანდიდატის, ეგ არის ის და არა ის რომ აი რა შეიცვალოს ამბავი. ვინმე თუ დათანხმდა, ვისაც ფიქრებენ რომ აი ეს შეიძლება საპირწონედ გამოდგეს, მერე მიიღებენ მონაწილეობას და ისე ახლა რა აზრი აქვს ამათვის ხარჩენაში მონაწილეობის მე. ქეთი დევდარიანის საკულტო გამონათქვამი გაუშვით. ახალი და საკულტო უკვე მაგარი ანონსია. დღეს რაც საქართველოში ხდება, ეს არის გადადის მე აი ესე ტალღისებურად ფეხბურთზე, კულტურაზე, თეატრზე, მუსიკაზე. ევროვიზია იქნება სომხეთთან თამაში თუ სასამართლო ყველგან ხდება ერთი და იგივე. რა მოვიგეთ სომხეთთან თამაში. იმარჯვებს უგონობა და ლაჩრობა. არა, მაგათ თამაშზე არა. ეს მე ხო იცი ფეხებზე კიდე და გაუხდა. და მსგავსავ მე ქვეყანაც ემსგავსება. არა, ეს დასაკომენტარებელია. არა, ეგეთი კომენტარი რატო არ უნდა გასცე ხა დასაკომენტარებელია. უგონობაო და ლაჩრობაო და რაღაცებიო და რავი გავიმარჯვეთ ხო? დავიწყოთ იქიდან რომ აშკარად გავიმარჯვეთ. დავიწყოთ იქიდან რომ ჩემი საუკეთესო ხანა 70-იან 80-იან წლებში ოქროს ქართული კულტურისთვის, სპორტისთვის, ფეხბურთისთვის, მუსიკისთვის, თეატრისთვის ოქროს ხანა საბჭოთა კავშირის დროს, კომუნისტების დროს, სადაც კედდევდარიანის ნაირი ადამიანები იყვნენ, მაგრამ იყვნენ განათლების რაიონულ კომიტეტში ან ცეკაში მუშაობდნენ. აი, მაშინ იყო ოქროს ხანა. ოქროს ხანა ქართული კულტურისთვის ამას ყველა აღიარებს. ქართული კინოს ოქროს ხანა, დარგები შეიქმნა მთელი. ქართული მეცნიერების ოქროს ხანა და ინჟინერიის და ასე შემდეგ. ეგ ერთი. მეორე, ფეხბურთზე რო ლაპარაკობს. თქვენ თუ დააკვირდით, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით, თქო დააკვირდით. ადამიანებს მოგება არ უხარიათ. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ არაფერი ამ მოგებაში კარგი მართვის არ არის. თამაშის მიღმა პროცესები. თამაშის მიღმა რაღაცა არა, მაგათი ფეხბურთელი რა კომენტარს გააკეთებს და არა როგორი თამაში. მაგათი აზრით სხვა რამე არის რა, რომ
საბოლოო ჯამში ნაკრები მათთვის ასოცირდება ქოცებთან, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ქოცური ნაკრები შეიკრა. არა, ხო, ბუდუს არ ათამაშებენ. ხო, სპორტის სპორტი. ქოცური ნაკრებია შეკრული და ეხა იქიდან ბიჭო იმათმა მოიგეს რა, ეხა ტალახაძის მოგებები მე რაში მაინტერესებს ხო ნაციროს. ხო, ანუ სპორტში გვაქვს წისვლა. ანუ ოლიმპიადაზე შარშან ქონდა ყველაზე მაგარი შედეგი, რაც კი დამოუკიდებლობის თეატრი არ ვიცი, თეატრში არის. ხო, თეატრის სამწუხაროდ მეც ბევრი დაბუგებული ადამიანია მონაცო აზროვნების ფსევდოლიბერალი თეატრში. ამ სფეროში ზოგადად და ხო და ეგ მე ხნან მე მაშინ რამე ხო ამობი რომ თვითონ არიან თავარი შემოქმედებითი ელიტა და შენი ტრადიციული კითხვა რომელსაც ყოველდღე სად არის დოის რევოლუცია არა დოიდა რას მიკეთებს ჭოლა და ნიკოლოზ რაჭველი რას მიკეთებენ და სად არის თქვენდებოდან რომ იწუნებს კულტურაშიო არაფერი კაი არ ნიკოლოზ რაჭველმა დოი ჭოლა და ნიკოლოზ რაჭველი რატო არაფერს არ აკეთებენ ჭოლამ სხვადასხვა გამოვიდა და შეაქო დოი ოღონდ თვითონ ხარ ბიჭო ჯიგრულად შეაქო თვითონ ხო კარგად აქვს ის თეატრის კომერციული თეატრი რაღაც ხო მოусმინე ჩვენ ხო არ გავიფიცებთ არ გაფიცოში არ ყოფილვართ პროსტა ჩვენ ხო არ გავიფიცებთ პროტესტი იმას ქვენით გამოაცხადა არა ჯიგარია გურული ასე თქვა მანევრიანი ადამიანი არა ნაცვლიშვილი გაუშვით უმაუდოდ რას ვიზავთ უმაუდოდ აბარა ეს ქვეყანა აუცილებლად გადარჩება და გავა სამშვიდობოს. აუცილებლად ამაში ეჭვი არ მეპარება. მადლობა და მოკლედ რომ მიპასუხოთ. მოგვიწიოს, მაგრამ გავა სამშვიდობოს და აი მერე აი ამ შეთქმულებისთვის ეს ხალხი გასამართლდება. შეთქმულებას ეძახის კომისიის მუშაობას, რომელიც ძიმეფასის გადახდა ამისთვის რა არის? გასამართლებაო. არა. ძიმეფასის გადახში რომ მოგვიწიოს სამშვიდობოდ გასვლისთვისო. მაგრამ მერეო გასამართლებიანო. ძიმეფასი რა არის? ძიმეფასი ვისი, რომელიც უნდა გადაიხადოს ვინ? ქვეყანა. ნუ ის რომ მაგალითად ომი ხო. მაგრამ ომი ხა მთავრდება და სადღაც შეხვალ დამთავრებულ ომში. ომი შენ რომ მაგას ელოდებია. იმა ხო თქო რა აი ეს შვილ თუ რაღაცას ველოდები. შენ რომ მაგას ელოდები. რომი არ დამთავრდება. ბიჭო უყურე მან ტრამპის მე მგონი თავარი არის ომის დამთავრება კი არა, რამდენადაც დროებითი ზავი, ცეცხლის შეწყვეტა, იმიტომ რომ თავის ხალხს ეტყვის ტრამპი მუშაობს ამერიკის სამომრჩეველზე და ეტყვის რომ ზავია და ეხა იქ როგორ განაწილდა ამერიკელებსაც ფეხებზე კიდიათ მოსახლეობას და ყველას. ხალხი აღარ იხოცება. ისე გამეცნები ისე დაიწყო ტრამპი მუშაობს და მე კი ადგილს იტყოდი რა. მერის ზედამხედრეულ ტრამპი მუშაობს. ტრამპს ხოთ შორის ძალიან საინტერესო კაცია. ერდოღანის ანუ თურქეთის ელჩი ყავდა მიწვეული მე მგონი აგრიმანების ჩასაბარებლად და ასე ძველი კულტურისერიო, როგორც ჩვენა ვართო, თურქეთს ეუნება? თურქეთის ელჩს. არა, თურქეთი ეუნება, რომ გილოცავთ და მშვიდობისთვის ძალიან ბევრს აკეთებთ. თურქეთის ელჩი აღმოსავლური ტრამპი ეუნება თურქეთს. ტრამპს ეუნება აღმოსავლური თემებით რა, რომ ტრამპს ხო ევასება ქება. ხო და შეაქო რომ აი ესე მშვიდობის ყოფილ ჩვენ უძველესი ერი ვარ და ამ გადმოსახედიდანაც გეუბნებით რომ მაგარი ხარ და ტრამპსმა დაუბრუნდა რომ ერდოგანი ძალიან მაგარი კაცია. ეს ერდოგანი რა ვარ პრევენცი ხო ისეთი ატვეტი გაცა რა გინდა. ხო და ერდოგანი რომელსაც ისეთ რაღაცებს უწყობენ ის იგივე ევროპელები რომელთ ხმამაღლა ვერ ამბობენ და სადაც არის არეულობა ერდოგანი რომელიც ასე მხოლოდ ევროპელები კაცო ის deep state და გლობალური ომის პარტია განსაკუთრებით რატო მარტო ევროპელები ევროპელებმა ვის რა უნდა მოუწყონ მე რომ აქეთ მოსაწყობები აგერ ხო და ძალიან მაგარი დღეს არის თუ არა მაგარი ამბავი გაგაუზი არის ესეთი გაგაუზები არის ესეთი ხალხი ესენი არიან თურქების თავმომავლები მაგრამ მართლმადიდებლები მოლდავეთი იყო თურქეთის კოლონია, ასე თქვა, თურქეთის დაპყრობილი ქონდა მოლდავეთი თავის დროზე და გაგაუზიის ასე თქვა პრემიერ-მინისტრი დაიჭირა, სანდო. დაიჭირა? ბიჭო, რა გაცინებ, სანდო დაიჭირა, პრობლემაა. პრობლემაა, აბა რა. ეკრანი რო გაითიშა? ეკრანი რატო გაითიშა? ბაჭოს უკან ჩანს. არა, კარგია, აი, ვახსენე. ხდება ხოლმე პირდაპირ ეთერია და ხარდაჭერა არა. ბაჭო არ არის, ხარდაჭერილი ნორი ჩვენ ახე ისე. კი ბატონო, ეს როგორც ყოველთვის მეგობრებო, ჩვენს გაცემას ჭირს უკვე რაც ჭირს კულტურას. ჩვენ გადავდივართ ფორმის ახმაზე. ვიდრე შინაარსის, გაიგე? ნო, ჩემზე არ ჩანს, აბა მომეცით კაცო არა პრობლემა. ოფშიში არ ჩანს. რა გინდა? ხო, ანუ მეგობრებო, რა ხდება? ეხლა გეტყვით, აი ძალიან კულმინაციული ფსიქოლოგიური ფილოსოფიური მომენტია. ფორმაზე ვიცი. ოფშიში ჩანს.
ფორმაზე ვიცინი რა იგი უკვე ანუ იმდენად შეხედავთ აუ ეს არ ვიძე არ მომწონს და გათი ეგრეა ხოლმე ესთეტიური ფაშიზმი ნუ ესთეტიური აი ეკაბესელია გაუშვა აი ამ კონტექსტში არა რატო არა გაუშვა ეკაბესელი გახანგრძლივდა ბრძოლა ეს ფორმულა გადაწყვეტის ხო გახანგრძლივდა იმიტომ რომ პროპორციული არ არის ბრძოლის ჩვენი ძალიან კულტურული და ეთიკური მათ შორის ესთეტიური სხვათა შორის ფორმები იმ მეთოდებთან ეკაბესელია საახალწლო ესთეტიური რომელი ფორმა იყო ესთეტია ხო ნუ მე ძალიან მე ესთეტიურა ამის არისტოტელეს ესთეტია ესთეტია ჯესე ნათქვამი მაგრამ უცხოურ სიტყვებს ნუ ხმაროთ ვიღაცები ვისაც არ აქვს ეს სიტყვები გასეცხორცებული ეგ ვინც ხამარიცით ნუ გამეიღეთ რეამინაცია და რაღაც ეგეთ დიჟელი მე ხა გასაგებია არ შეიძლება ქალია და ვიცნობ კარგად საახალწლო ვინზე რო იყო გახსოვს ბესელკები არა ესთეტიაზე რაც ვაპარაკობ ის ესთეტური იყო რა გინდა ამაზე უფრო რაც რა არის ესთეტური ჩაგიფურთხე საჭმელში ის კაცო ეს აქციებზე საუბრობს კუბოების დაწვაზე ფიტულების დაწვაზე და ვუდუსების გაკეთებაზე ჩვენ თესლები აღმოჩნდით რომ მათ დამარხვაცადესო მაგაზე თუ გაინტერესებს ესთეტიური რა არის ესთეტიური რა არის ის როკსტარი გოგონა რო დადის და დაიწყება გაგიძინა ანუ მართლა მაინტერესებს ვერ გავიგე ანუ ესე რომ მაგრამ ღერის ესე თვითკბობაში რო ნამდვილი როგვარს კლავი ჩვენ თვალწინ ეხლა მართლა ის ხო არ ხარ შავო შენ მუსიკათან შენ არ გინდა აქციებზე მეგაფონში მყირლად იმუშაო არ ქონია არასოდეს მაგის რევოლუციური ჟინი და რომანტიზმი არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა no peace no justice მაგას შენ მარტო გიამაისაშვილი როდის ტიპი იმას კითხულობს ეს აკვერძე აქვს დაწერილი მართლა როგორ გრძელდება იცი ბოლოს იმათზე მიდიან დაჟე ტოლვილების ყველაფერზე სიმღერა აქვს მომძვნელ მან ჩემმა რომელიც არის ვაფშე ყველაფერზე მოლანაზრედინივით არ ყველაფერზე პასუხი პრობლემა არა თუ გინდა შეგიძლია მე მგონია რომ მაგან უნდა იმუშაოს რაზე იცი ზაზივალა რო არის არა ის რო არის ხო იცი აფრიკელები როცა ეკვავენ და გილოცავენ დაბადებისას ეხა მაგრუპორით რომ მოგილოცონ და მე დაბადებას განვავითარებ შენაც რეკლამა უნდა ჩასვას ნად ზავიძენიების ხო წარმოედგინე რაღაცა ბარი რო არის ბარი რაღაცა ტრამპაცუმბა რაღაცა ჩორტიოს არ იქნება სამართალი არ იქნება ბარი ტრამპაცუმბა ლეონიდის 78 რა თქმა უნდა დაამოყავს ახალი ყილვენები რაღაცა ეგ მოულოდნელად რო ჩაახა ცეცხლი ოლიგარქიას და უცბად ის რო ინთება რა ბარში ხო ცეცხლი ოლიგარქიას ჩვენ კიდე ესეთი ბარი სადაც მუდმივად სითბოა სიგრილიას დაუშვათ და საფუშკო იტყვის რაღაცა კრეატიულის მოფიქრება შეიძლება მან ტარიფიც არ იქნება დიდი სარეკლამო ჭრები იქნება საინტერესო მაქსიმუმ აი გონდა მე ბიჭო იმაზე ქართულად გახმოვანებულ ფილმს რო ქონდა ხოლმე ხო ის სარეკლამო ჭრები ანუ ეგეთი უნდა დაადოს რა ამ იმაზე ეს რელიზი მომზადებული USA-ის დაფინანსების მიერ თქვენ ამბობთ რომ მე ვერ მივხვდი აქციაზე იმღეროს და იქ იყოს სარეკლამო ჭრები ხო თქვენ არ ამბობთ რომ ცალკე სარეკლამო არა როგორ არის არა მე ის განვითარება ეგ მე განვითარება უყურე დადის მაინც აქციებზე უკვე ხალხი აღარ დადის ხო და მე ამბობს რომ დღევანდელი აქცია 2 კოკა-კოლა ერთის ფასად მადლობა თემურ ჭყონიას ეგეთი ამბავი არა უყურე როგორ არის ეს გოგო ხო დადის ქუჩაში აქციაზე ბევრი ხალხი აღარ დადის მაგრამ დადის ქუჩაში და ყვირის გახსოვს კაცო ავტობუსები გადახდილი ავტობუსები ნაშები როცა ყვავენ და მუსიკა და რო პრომოუშენი რო არის არ უნდა ეს ძვირიჯდება ამ გოგოს მიეც შენ ცოტა ფული ხო დადის ქალაქში არა მაგას მოყვება ტიპი ერთი რაღაცა სამ კაცი 4 კაცი არ არის პრობლემა რა აი და შენ კარგი მენეჯერი თუ ხარ უნდა მუთხარ რომ აი ვიღებ შეკვეთებს ხო თქვენ განაგრძეთ იმიტომ რომ ეგ ძალიან მაგარი თემაა სხვა ჯერს და ეგრე აი ეს არის კომერციალიზაცია პროტესტის რა ეგრე მარტივად და აღარ იქნება საჭირო ეს ფონდები და რაღაცები ადამიანები გადაუხდიან მაგალითად მეწამლე რო არის რა ქვია იმას ერთი წუთით გაჩერდით ხო თუ შეიძლება არა ადამიანები არ გადაუხდიან ჩუმად ყველაზე არადავაჯერებელი ყვირილია თან
მე მომწონს რეკლამა. და გრამე ფილმის სახელი. Coca-Cola always enjoy Coca-Cola with. და ერთი წუთით, ეხა ახალი ვერსია დამატებული. შვენიერია. და, აი ნახე რა კარგია. შვენიერია. თემურ ხალხი ითხოვს სამართალს და ფანტას. Coca-Cola ერთლარად. თემურამ უნდა აიღოს. ის ბაბა. რა გაირამე მოვფიქრე და მაგარი. მართლა გაირამე მოვფიქრე. ანუ მთელი ეს გაფიცული ბიზნესები რაც იყვნენ, ის სპეციალს ხელი მოაწერა, კეთილი ნებოს, მივიდათ შეუკვეთოს სამქალბატოს რეკლამა, მეგაფონში იყვნენ, ხალხი შეაწუხებს, მაგრამ ამათ კომპანიებს ხმას ხო არ გამოვა. აქ როგორ არის, ტელევიზიას ხო აქვს ლიმიტი, რომ საათში შეგვიძლია მარტო 12 წუთის გაჩვევა. ეხლა მთავარი არსი არ უნდა დაიკარგოს პროტესტის. ანუ რაღაცა დიდი რაოდენობა უნდა იყოს. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, მაგრამ ამაში შეიძლება რაღაცა პროპორციით ჩასვა რეკლამები. მე მგონი ძალიან კაი იდეა, რა ვიცი. კაი, გვეყოფა ხა ეს იდეა, დაამუშავეთ მეგობრებო, ბავშვებო, დაამუშავეთ ეს იდეა, ყოველგვარი ცინიზმის გარეშე გეუბნებით, მართლა რომ დაამუშავოთ. და რაღაცა შესაბამისი მაისურები. ჩვენი მიწოდებულია, მაგით არ დაამუშავებენ, თორე ისე შესაბამისი მაისურებიც რო ეცვათ. კი, რატო? ხო, პრომოუშენი, პრომო გოგონები და პრომო ბიჭუნები, კი ბატონო. დიდი მადლობა, ჩვენ ხვალ შეხვდებით ერთმანეთს. ხვალამდე.